სწორედ ეს რადიო იყო ის, რისი წყალობითაც ვიღებდით ინფორმაციას რკინის ფარდის მეორე მხარეს. ასე ვიგებდით თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ეს ძალიან ღირებული იყო. ის იყო დემოკრატიის შუქურა. რა თქმა უნდა, კვლავ არის. სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაფინანსებას წყვეტს. ახლა საკითხავია, შეგვიძლია თუ არა შევავსოთ ის სიცარიელე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ტოვებს. ამას დაუყოვნებლივ ვერ შევძლებთ, რადგან გვყავს უამრავი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენთან ამავე თხოვნით მოდის. თუმცა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან ნამდვილად იყო ბიძგი. განვიხილოთ ეს საკითხი და ვიპოვოთ გზა. ეს დავალება გვაქვს, ვნახოთ რის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩეხეთის ინიციატივას, რომ რადიო თავისუფალი ევროპა მართლაც კვლავ იყოს მნიშვნელოვანი ხმა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. შვედეთი მოუწოდებს ყველა ქვეყანას ისევე როგორც ევროკომისიას რეალურად გამოიკვლიონ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დაფინანსების კუთხით, რათა კვლავ გქონდეს ძლიერი რადიო თავისუფალი ევროპა.